13-მა წევრმა. შესაბამისად quorum-ი გვაქვს და უფლებამოსილი ვართ შევუდგეთ მუშაობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2025 წლის 31 ოქტომბრის რიგგარეშე პლენარულ სხდომას გახსნილად ვაცხადებ. როგორც მოგეხსენებათ, დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი. პირველი საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი ვახტანგ ბერიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და მეორე საკითხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტი მამუკა თურმანიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ორივე საკითხთან დაკავშირებით მომხსენებელი იქნება საკონსტიტუციო იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ბატონი ლაშა სირაბიძე. აქვე მოგეხსენებათ, რომ ვინაიდან გვაქვს რიგგარეშე სხდომა, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგს უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის 62 მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად კენჭი არ ეკრება და შესაბამისად სხდომა მოეწევა ინიციატორის მიერ განსაზღვრული საკითხთა მოთხოვნის საკითხთა ნუსხით და შესაბამისად იხურება მისი ამოწურვისთანავე ამასთან ვინაიდან რიგგარეშე სხდომა ოფიციალურად ჩვენ განცხადებების საშუალება არ გვაქვს, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ დარბაზში გვაქვს სიახლე, ჩვენი ორი ოპოზიციონერი კოლეგა შემოვერთა უმაღლეს საბჭოს სხდომას საკითხების განხილვის დროს, როდესაც გამოსვლების ეტაპი გვექნება, იქ გვექნება შესაძლებლობა დავაფიქსიროთ თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი მოსაზრება თუ კი ამის სურვილი იქნება, რა თქმა უნდა. შესაბამისად შეგვიძლია რომ შევუდგეთ საკითხების განხილვას და დღის წესრიგით გათვალისწინებულ პირველ საკითხთან დაკავშირებით ტრიბუნასთან გთხოვოთ ბატონ ლაშას, ბატონ ლაშა გთხოვოთ მხოლოდ პირველი საკითხი. ამ ეტაპისათვის. მოგესალმებით კოლეგებო. წარმოგიდგენთ დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს, როგორც ბატონმა თავმჯდომარემ გითხრა, ეს არის ორი საკითხი. პირველ საკითხთან დაკავშირებით მე მინდა გითხრათ, საკონსტიტუციო იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 30 ოქტომბრის სხდომაზე უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის მე-7 და მე-12 პუნქტების შესაბამისად შეისწავლა და განიხილა ვახტანგ ბერიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. მისი უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებლობის თანამდებობაზე არჩევის გამო. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნომერ 84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და უმაღლეს საბჭოში შემოსული ნომერ 84 ხულოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილის თანახმად 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგად ხულოს მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია ბატონი ვახტანგ ბერიძე, რომელიც მერის უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა 2025 წლის 29 ოქტომბერს. გამომდინარე იქედან, რომ ზემოთ აღნიშნული თანამდებობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციისა და უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის თანახმად შეუთავსებელია უმაღლესი საბჭოს წევრის სამართლებრივ სტატუსთან, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ვახტანგ ბერიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე გაცნობებთ დადგენილების პროექტს ვახტანგ ბერიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის მე-6 პუნქტის ბ ქვეპუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მეორე პუნქტის ბ ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს ვახტანგ ბერიძის ვადამდე შეუწყვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება. ეს დადგენილება ამოქმედდეს მიღებისთანავე. ბატონ დავით. მადლობა, ბატონ ლაშა. კითხვები ხომ არ გვექნება? ორი წუთი კითხვაზე. ქალბატონი ნინო, გესმენთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით პირველ რიგში. ბატონ ლაშა, რა მინდა იცით კითხოთ, ეს თქვენ ახლა რაც გითხარით ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, მათ შორის ოლქის შემაჯამებელ ოლქთან დაკავშირებით თვითონ არ იცოდნენ? თვითონ ვიზია საუბარი? აი მაგალითად ბატონო ვახტანგ ბერიძემ, მამუკა თურმანიძემ არ იცოდა? ეს
ჩვენ წარმოგიდგინეთ თარიღებთან მათთვის მოულოდნელი იყო რომ ერთად იყვნენ არჩეულები. არა, ეგ ეხლა საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს ამას და მოგეხსენებათ, რომ ისინი წევრებად მაშინ გახდნენ, როდესაც დადგინდა მათი უკვე მერობის კანდიდატურა. კარგი, დიდი მადლობა. მაშინ არ იცოდნენ იმ მუხლის ის ნაწილი, რომელიც თავში იწყება, რომ პირადი განცხადებით შეიძლება ვადაზე ადრე უფლებამოსილება შეიწყვიტო? როგორ? ეგ არჩევნების შემდეგ ხდება, ხო? კარგი, დიდი მადლობა. მადლობთ, გასაგებია, მადლობთ. შეგიძლიათ ბატონლაშა დამზადეთ. კომიტეტების წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? ბატონ დავით, შეგიძლიათ რებონეს. კი ბატონ. შევერთე ბატონ დავითის განცხადებას და ვიტყვი რომ მოხარული ვარ რომ დღეს უმაღლეს საბჭოს ხომალდარბაში ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებს ვხედავთ და პრინციპში ის რასაც ვამბობთ რომ თავიდანვე ასე უნდა ყოფილიყო სამწუხაროა რომ წელიწადზე მეტი დაჭირდათ ცოტათი მეტი წელიწადიდან რამდენიმე დღე დაჭირდათ რომ შემოვხდეთ და იმედი გვაქვს რომ კონსტრუქციულ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას და ერთად ბევრ კარგ საქმეებს გავაკეთებთ რეგიონის და უმაღლეს საბჭოს მადლობა. სხვა კომიტეტები ხომ არ არის სურველი? სხვა კომიტეტებს სურველი არ აქვთ. უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები ხომ არ გააკეთებენ განცხადებას? ჩავრთოთ ქალბატონ ნინოს ამ ეტაპზე. მადლობა პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავხადოთ დავით ბაციგაძესაც. იმედი მაქვს რომ რა თქმა უნდა სპირალია კონსტრუქციულად გვექნება მთელი ამ 3 წლის განმავლობაში ჩვენ მუშაობა. უბრალოდ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მარტივად გეტყვით. რო არ ყოფილიყო ბატონ დავით მათიკაშვილის განცხადება 29-ში საქართველოს პარლამენტის ტრიბუნიდან ბუნებრივია რა თქმა უნდა ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ტიპის რეაქცია არ მექნებოდა. საკითხი არის მარტივად, როდესაც ხარ საკანონმდებლო ორგანოს ასე ვთქვათ წევრი ბუნებრივია პირველ რიგში ყველაზე მეტად დაინტერესებული უნდა ვიყოთ ამ კანონის ვალდებულებების მოთხოვნების შესრულებაზე. თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ რამდენიმე საშუალება გქონდა ბატონ ჟემალანაიძის შემთხვევაში უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეჩერებასთან დაკავშირებით ამ ვარიანტებიდან გამოვიყენეთ ერთ-ერთი და შესაბამისად კანონის მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ. სასურველი იყო, რომ ამ პირებს ბუნებრივია რა თქმა უნდა პირადი განცხადებით მოემართათ, იმიტომ რომ შესანიშნავად იცოდნენ ის შედეგები, რაც იყო დამდგარი. ამიტომ მინიმუმ აღნიშნული ეს რა ვთქვათ მოქმედება მათი მხრიდან არის გარკვეულწილად უპასუხებლობა და კანონის კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობა. ამიტომ დიდი მადლობა ამ შემთხვევაში ჩვენ ბუნებრივია რა თქმა უნდა იმ პრაქტიკიდან გამომდინარე რომელიც საკანონმდებლო ორგანოებს აქვს აშკარად გინდება შეუთავსებლობა ძალიან ცუდია რომ აი ესე მიდიან ეს აღნიშნული პირები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან და რა საკვირველია იმ მნიშვნელოვანი ასე ვთქვათ პრაქტიკას არ დავარღვევთ რაღაცა სასწაულს არ გავაკეთებთ ჩვენ რა საკვირველია მათ დაუჭერთ ხარს ადგილმონაცვლეებთან დაკავშირებით საერთოდ უდავოდ გვექნება რა თქმა უნდა მხარდაჭერა დიდი მადლობა ეთელი, ბატონო არჩევ თქვენ ხომ არ ფიქრობთ? კარგით. სურველი არ არის, ფრაქციის წარმომადგენლებს ხომ არ სურთ გამოსვლა? ფრაქცია არ გამოდის, მოხსენებელი ხომ არ დაამატებს რაიმეს? მოხსენებელს. ბატონ, ჩავრთოთ ბატონ გოგის ბოდიში. ფრაქცია გააკეთებს. მოგესალმებით, შევერთე ბატონ ლაშას პათოს ასევე და წარმატებებს უსურვებ ჩვენ ახალდარჩეულ მერს, რაც შეეხება ოპოზიციის მხრიდან გაკეთებულ კომენტარს მან დავამატებ ძალიან მცირეს, რომ თანხმდებით ვარვია იმაზე, რომ კანონი არ დაურღვევია არავის ჩვენი გუნდიდან და იმ ნაწილში თქვენ როცა ამბობთ, რომ სასურველი იქნებოდაო, ჩვენი სურვილები ყოველთვის განსხვავდებოდა და ახლაც რო განსხვავებული ამაში დიდ ტრაგედიას ვერ ხედავთ, ამიტომ კიდევ ერთხელ წარმატებებს უსურვებ ჩვენს ახალდარჩეულ მერებს. მადლობა. ბატონ ფრაქციის ნაწილით მაშინ დარჩენილი დრო ჩავართოთ ბატონ ცოტნეს. მოვიდა მიუხედავად იმისა, რომ რიგარი შესხდომა ბატონ დავით, მადლობა შესაძლებლობებისთვის. პირველ რიგში წარმატებას უსურვებ და ულოცავ ხულოს მუნიციპალიტეტის მერს და ქედის მუნიციპალიტეტის მერს ჩვენს კოლეგებს, მეგობრებს გამარჯვებას, დამაჯერებელ გამარჯვებას და დარწმუნებული ვარ მათი საქმიანობა ძალიან დიდ პოზიტიურ ზეგავლენას მოახდენს ზემოხსენებულ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ პოლიტიკური ორგანო ვართ და ასევე მინდა ერთ საკითხს შევეხო. დღეს არის ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღე და ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს საქართველოს მოქალაქეებს რა ხდებოდა, რა მოხდა და რა შეიძლება მოხდეს
თუ საქართველოს მოქალაქეები არ იქნება აბსოლუტურად გააზრებული და მობილიზებული ყველა პოლიტიკური პროცესის მიმართ და რა თქმა უნდა განსაკუთრებით არჩევნებზე გვახსოვს ჩვენ ბადრი პატრაკაციშვილის 8 წლი საქმიანობა მისი ბრძოლა დიქტატურის წინააღმდეგ და ამავდროულად ტელეკომპანია იმედის წართმევა, ჩამორთმევა ისევე როგორც მოხდა რუსთავი 2-ის შემთხვევაში, თუმცა დაბრუნების პროცესი იყო განსხვავებული, მაგრამ დაბრუნდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მოხდა დემოკრატიული ცვლილება. ამავდროულად ულოცავ ბატონ ნინოს და ბატონ არჩილს საკანონმდებლო ორგანოში საქმიანობის დაწყებას. ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში, რაც გასული წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს უკავშირდება, მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგით არის განპირობებული და მას არ აქვს რაიმე სამართლებრივი საფუძვლები ამის შესახებ ევროკომისიამაც კი გაავრცელა გარკვეული ინფორმაციები გასული წლის შემოდგომაზე და პრაგმატულადაც რომ ობიექტურად შევხედოთ ამ პროცესს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, მით უფრო კვალიფიციური პოლიტიკური პარტიისთვის ცხადია ტრიბუნის გამოყენება არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ მან შეძლოს პირველ რიგში ამ მომრჩევლის შეკვეთის განხორციელება და როგორც პოლიტიკური პარტიის კლასიკური მიზნიდან გამომდინარე შეძლოს პოლიტიკური საქმიანობა და ეს არის სწორი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში ობიექტურად ვამბობ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანებიც, ბატონი ნინოც და ბატონი არჩილიც თავის დადებით ზეგავლენას მოახდენს წარმომადგენლობით ორგანოებში, იმიტომ რომ ეს არის განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა და აზრების დარბაზი და შესაბამისად ასე გადაწყვეტა გასულ წელს ჩვენმა ამომრჩეველმა. მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა, ჩვენ მეორე საკითხთანაც დაკავშირებითაც გვექნება ანალოგიური დრო და თუ რაიმე დაგვრჩა სათქმელი შეგვიძლია იქ უკვე მეორე საკითხის ნაწილში დავამატოთ. მომხსენებელს კიდე გავმეორებ, არ აქვს სურვილი გამოსვლის. აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია, აპარატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად რეგისტრაცია გაიარა 13 წევრმა, შესაბამისად უფლებამოსილი ვართ, რომ დავსვათ საკითხი კენჭისყრაზე. კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დადგენილების პროექტს ვახტანგ ბერძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ გთხოვთ ხელისაწევით დაადასტუროთ ვინ არის მომხრე. წინააღმდეგი 13 ხმით, როგორც მეუბნება აპარატი, დადგენილება მიღებულია. ამით შეუწყდა ბატონ ვახტანგ ბერძის უფლებამოსილება. მე მას წარმატება მინდა ვუსურვო მერის თანამდებობაზე. ის იყო ძალიან კარგი, კვალიფიციური უმაღლესი საბჭოს წევრი, ვიცით როგორი მერიც იყო მის ასე ვთქვათ წინასაქმეებიდან გამომდინარე და მე დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა კიდევ უფრო მომატებული კვალიფიკაციით და იმ გამოცდილებით, რაც მან შეიძინა უმაღლეს საბჭოში, მე ვფიქრობ, რომ გამოადგება თავის და ჩემს ამ შემთხვევაში მშობლიურ მუნიციპალიტეტს და წარმატება მინდა ვუსურვო მას. ამით ჩვენ შეგვიძლია, რომ პირველი საკითხი, ასე ვთქვათ, ჩახურულად ჩავთვალოთ და დღის ეს იგით გათვალისწინებული მეორე საკითხთან დაკავშირებით კვლავ შევაწუხოთ ბატონ ლაშა, გთხოვთ. მოგეხსენებათ, მეორე საკითხი არის ბატონი მამუკა თურმანიძის საკითხი. საკონსტიტუციო იურიდიული და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის 30 ოქტომბრის თომაზე შეისწავლა და განიხილა მამუკა თურმანიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მისი უმაღლესი საბჭოს წევრის სტატუსთან შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევის გამო. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ნომერ 80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმისა და უმაღლეს საბჭოს შემოსული ნომერ 80 ქედის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წერილის თანახმად 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოების არჩევნების შედეგად ქედის მუნიციპალიტეტის მერად არჩეულია ბატონი მამუკა თურმანიძე, რომელიც მერის უფლებამოსილების განხორციელება შეუდგა 2025 წლის 29 ოქტომბრიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა მამუკა თურმანიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს. საკითხის კენჭისყრაზე დაყენებამდე გაცნობებთ დადგენილების პროექტს მამუკა თურმანიძისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტისა და მე-6 პუნქტის B ქვეპუნქტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-2 პუნქტის B ქვეპუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ადგენს მამუკა თურმანიძეს ვადამდე შეუწყვეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლება-მოსილება. ეს დადგენილება ამოქმედებს მიღებისთანავე. ბატონ ლაშა, აქაც კითხვები ხომ არ გვაქვს? 2 წუთია რეგლამენტი, დამატება 1 წუთი, კითხვის სურვილი არაა, შეგიძლიათ დაბრძანდეთ. კომიტეტების წარმომადგენლები ხომ არ გამოვლენ? არა. უმაღლეს საბჭოს დამოუკიდებელი წევრები? არ არის სურვილი, ფრაქცია ხომ არ გააკეთებდა რაიმეს? ბატონი რამაზი ფრაქციის სახელით, ბატონ რამაზ გისმენთ. პირველ რიგში მე მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ვახტანგსა, ბატონ მამუკასთან, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ისინი წარმატებულები იქნებიან. ამასთან ერთად ჩვენს კოლეგები შემოგვიერთდნენ და მე ქალბატონ ნინოს და ბატონ ვახტანგი, ხო? თუ არჩიკო ბატონ არჩის წარმატებებს ვუსურვებ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა იქნება კონსტრუქციული, ჩვენი კუთხის და ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ და მომავალი გვიჩვენებს იმას, თუ როგორი წარიმართება ეს ურთიერთობები და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენ შევძლებთ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ჩვენი ქვეყნისა პირველ რიგში ჩვენი კუთხის საკეთილდღეოდ. ასე რომ წარმატებები მინდა გისურვოთ და კიდევ ერთხელ დიდი წარმატებები ვახტანგს და მამუკას. მადლობა. ბატონო, ჩაურთოთ ქალბატონინოს. და ძალიან დიდი მადლობა. უბრალოდ ეს ხდომა ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაივლი და კიდევ ერთხელ ბატონ რამაზ უღრმესი მადლობა. რასაკვირველია, აქ ჩვენ არა ვართ რაღაცა კონკრეტული პარტიული და პირადი ინტერესით, ვართ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე და ბუნებრივია რა თქმა უნდა. გარკვეულწილად უნდა ვნახოთ საერთო, ესე ვთქვათ, წერტილები იმისათვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობის ინტერესები იყოს დაკმაყოფილებელი. ეს ერთი, მეორე, ძალიან მოკლედ გეტყვით, ამ ხდომას უბრალოდ ვერ ჩავატარებდი და ბატონ დავით პირველ რიგში დიდი მადლობა ამ შესაძლებლობის მოცემისთვის, რო არ ვისაუბრო ქალბატონის ზიას შესახებ. ზია მაღლობელს პირველ რიგში ულოცავს სახაროვის პრემიას, როგორადაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ ახლა სახაროვთან დაკავშირებით თავის დროზე საკმაოდ ობიექტურად შეაჩვენა საქართველოს პირველ პრეზიდენტმა და აბსოლუტურად ვეთანხმები. აქ ჩვენ უბრალოდ ერთი რაღაცა უნდა გავითვალისწინოთ. სახაროვის პერსონის გარშემო კი არ უნდა ვილაპარაკოთ და რაღაცა ელენე ბონერთან დაკავშირებით, როგორადაც მე მოვისმენე გარკვეული პროპაგანდისტების, არამედ უნდა ვილაპარაკოთ იმ გეოგრაფიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. სად მივედით ჩვენ აი ეს რუკაზე ვნახოთ რა ტიპის ქვეყნებში ხდება მოქალაქეებზე ხდება აი ამ პრემიის გაცემა, მივხვდებით რომ ეს ზია ამაღლობელისთვის კი არ არის ტრაგედია. ტრაგედია და დრამატული არის ის გარკვეული უკუსლა, რომელიც ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებების კუთხით. ამიტომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქალბატონ ზია ამაღლობელს, მადლობა ბათუმელებს გამომცემლობას, რომლებიც წლების განმავლობაში ამ მიმართულებით მუშაობდა და ვიღაცებს თუ გონიათ რომ ეს საქმიანობა არ იყო ჟურნალისტური საქმიანობა, ძალიან ცდება, იმიტომ რომ ეს პრემია არ ეკუთვნის ბათუმელებს და მზია ამაღლობელს, მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთში მათ ეს მიიღეს, მათ შორის ასლანბაჟის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, მათ შორის უკომპრომისო ბრძოლაში, სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩემთვის განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ იგივე გრძელდება ქართული ოცნების ხელისუფლებაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ულოცავ მას და წარმატებებს უსურვებ და თავისუფლებას. უღრმესი მადლობა. ხომ არ გაჩნდა რეპლიკის სურვილი? არ არის სურვილი. ამით გამოსვლები პრინციპში დასრულდა, მომხსენებელი ხომ არ დაამატებდა რაიმეს, მომხსენებელს არ აქვს დასამატებელი საკითხთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხის განხილვა დასრულებულია, როგორც აპარატი მაცნობებს, ამ შემთხვევაშიც რეგისტრაცია გაიარა უმაღლესი საბჭოს 13 წევრმა და უფლებამოსილი ვართ, რომ საკითხი დავსვათ კენჭისყრაზე. კენჭი ეყრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მამუკა თურმანიძისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი 13 მომხრე. წინააღმდეგი არავინ, 13 ხმით დადგენილება მიღებულია. ამ შემთხვევაშიც აღნიშნავდი, რომ ბატონ მამუკასთან ერთად ჩვენ საკმაოდ ნაყოფიერი წელი გავიარეთ, მე მას წარმატებები მინდა ვუსურვო ქედის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობაზე. ის არის კვალიფიციური საჯარო მოხელე, პირველ რიგში ამას ვიტყოდი და დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა
წარადგება ქედის მუნიციპალიტეტს და ზოგადად რეგიონს. კიდევ ერთხელ წარმატებებით ჩემი სახელით და თქვენი სახელითაც დარწმუნებული ვარ, თითოეული კოლეგას ეს განცდა აქვს. ამით დღის ეს იგივე გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ მალევე მოგვიწევს შეკრება, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი წევრების უფლებამოსილება გვაქვს საცნობი, პროცედურები არის შემდეგი, რომ ზოგადად ჩვენ ერთთვიანი ვადა გვაქვს ჯამში, რომ უფლებამოსილება ვცნოთ და აქედან ამ ერთი თვიდან 15 დღიანი ვადა აქვს თანხმობის განსაცხადებლად ადგილმონაცვლეებს, მაგრამ პრაქტიკა აჩვენებს, რომ ამ ვადების მაქსიმალურად ათვისება არ ხდება, აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ მალევე მოგვიწევს ჩვენ შეკრება, შემდეგი პროცედურით ჩვენ გადავუგზავნით უკვე დღეს მიღებულ დადგენილებებს, რომელსაც აქვე მოვაწერ ხელს უკვე უმაღლეს საარჩევნო კომისიას და უმაღლეს საარჩევნო კომისია გაივლის იმ პროცედურებს, რაზეც უკვე მოგახსენეთ და სავარაუდოდ მომდევნო კვირის ბოლოსთვის ალბათ ჩვენ მოგვიწევს კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვცნოთ ჩვენი კოლეგების უფლებამოსილება და მერე უკვე უმაღლეს საბჭოს იქნება, ასე ვთქვათ, სრულად ექნება შესაძლებელი ასე ვთქვათ, გადანაწილდეს კომიტეტებში ხელახლა კვოტები თუ ამის საჭიროება დარჩა და უკვე შევუდგეთ ჩვეულებრივ მიმდინარე საქმიანობას. აღნიშნულით რიგარეშე სტომის დღის ეს იგივე გათვალისწინებული საკითხები ამოწურულია. შესაბამისად 2025 წლის 31 ოქტომბრის რიგარეშე პლენარულ სტომას დასრულებულად ვაცხადებ. მადლობა მობრძანებისათვის.